შევადაროთ თბილისისა და მაიამის ფასები კვადრატულ მეტრზე და საერთოდ რა ღირს თბილისში და მაიამიში ბინები. და შევადაროთ უბანი უბანს. ახლა თბილისში ხომ არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი ვაკე, მაიამიში არის ბრიკელი. აი ბრიკელში კვადრატულ მეტრზე იხდით სადღაც 8300 ამერიკულ დოლარს. როდესაც საშუალოდ თბილისში ვაკეში კვადრატულ მეტრზე მე ვამბობ უკვე არსებულ ბინებში იხდით სადღაც 1900-დან 2000 დოლარამდე. ეს არის ჩემი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც მე არ მომიფიქრებია, მე არ გამომიგონებია, უბრალოდ ამოვიკითხე, შევედი სხვადასხვა საიტებზე და მოვიძიე ინფორმაცია. ამიტომ იმედია მომიტევებთ თუ ეხლა მთლიანად არ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს, მაგრამ რაც შეეხება მაიამის, ეს საკმაოდ აკურატული ინფორმაციაა. მე ვიცი რა თქმა უნდა, რომ ვაკეში არის ბინები, სადაც 3000-იც არის, 4000-იც არის და 5000-იც არის კვადრატულ მეტრზე, მაგრამ ჩვენ ვადარებთ არსებულ საბინაო ფონდს. მაიამი ჯერ კიდევ 4.6 ჯერ უფრო ძვირია ვიდრე თბილისი. ახლა რაც შეეხება თბილისის უძრავი ქონების ფასებს, რატომ არის სიძვირე? საქართველოს თუ ახლა ავიღებთ ჩვენ სამეზობლოს, მაინც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა და მოგეხსენება თბილისი დედაქალაქია და როდესაც ადამიანი საქართველოში რაღაცის უძრავი ქონების შეძენას განიხილავს, პირველ რიგში თბილისით იწყებს, ხომ? ასეა. არის ესეთი სიბრძნე prime on prime, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო ლოკაცია საუკეთესო ქალაქში. აი ასე გადავთარგმნით ამ ყველაფერს. არის ძალიან დიდი შემოდინება იმის გამო, რომ ჩვენ როგორც ქვეყანას კავკასიაში ცენტრალური ადგილმდებარეობა გვაქვს, ჩვენ ვართ როგორც ქვეყანა კავკასიის ხერხემალი, ბევრი ინტერესების გადაკვეთა ხდება საქართველოში და ამიტომ არის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა არა მხოლოდ ევროპული ქვეყნებისათვის, არამედ ადამიანებისათვის, რომლებიც აზიის ქვეყნებიდან შემოდიან საქართველოში. და კიდევ ყველაზე მთავარი, ჩვენ ვართ საკვანძო ქვეყანა, ბევრი კვანძი სატრანსპორტო თუ პოლიტიკური გადის საქართველოზე. ასე რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რის გამოც საქართველოში უძრავი ქონების ფასები არის საკმაოდ მაღალი თუ შევადარებთ შემოსავალს, რომელიც ადამიანებს აქვთ.